ისრაელის პოლიტიკის ცენტრში მყოფი ადამიანი გადი აიზენკოტი, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტი, გუშინ სავამოს სცენაზე გამოვიდა და თავისი პარტიის საარჩევნო კამპანია ერთიანობის მთავარ გზავნილად წამოაყენა. ამჯერად ეს ჩვენზეა დამოკიდებული. დავხუჭავთ თვალებს იმ კატასტროფის წინაშე, რაც დაგვატყდა თავს, მივიღებთ გაგრძელებულ დაყოფას და შემდეგი კატასტროფისკენ სწრაფვას, თუ განვიკურნებით და თავიდან ავაშენებთ. აიზენკოტი გამოჩნდა როგორც ისრაელის ოპოზიციური ბანაკის ლიდერი, მისი იეშარის პარტია ბოლო კვირებში არჩევნების გამოკითხვებში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის პარტია დაეცა, აიზენკოტი ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა როგორც ალტერნატივა მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს თავის პოზიციებს მსოფლიოში და გააფართოებს მშვიდობის წრეს ჩვენს გარშემო, ქვეყანა, რომელიც იქნება მაგნიტი და სიამაყის წყარო ებრაელებისთვის. მთელ მსოფლიოში აიზენკოტი არის ისრაელის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის შვილიც ბრძოლაში დაიღუპა 2023 წლის დეკემბერში. აიზენკოტი ასევე გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ბევრი ისრაელოსთვის უფრო ახალი სახეა, ვიდრე ნეთანიაჰუს დამხობის ცდელობაში ჩართული სხვები. ეს არის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც პასუხისგებლობა და პირადი მაგალითი უცხო ცნებებია. ვისაც გული იმდენად ცივია, რომ უარს ამბობს საკუთარ შეცდომებზე პასუხისგებლობის არებაზე, არჩევნები ოქტომბრის ბოლოს არის მოსალოდნელი, რაც ისრაელის სტანდარტებით ხანგრძლივ კამპანიად ითვლება. აიზენკოტს მოუწევს მედიისა და მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხურადღებით დაკვირვების გაძლება. აიზენკოტს ასევე მოუწევს გადაწყვიტოს, ამ მომრჩევლებს უნდათ თუ არა გამაერთიანებელი, თუ ურჩევნიათ მებრძოლი, რომელიც ისრაელის მემარჯვენეებს დაუპირისპირდება. მოდი გადავხედოთ ბოლო გამოკითხვებს ისრაელში ოქტომბრის ბოლოს დანიშნული არჩევნების წინ. ახალი გამოკითხვა მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ემხრობა ფართო ეროვნული ერთობის მთავრობა, სერიოზული უთანხმოებები რჩება იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს მისი ლიდერი. გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა Direct Polls-ის მიერ, i24 News-ის ინგლისური სამსახურისთვის აჩვენებს, რომ დამოკითხულთა 50%-მა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ უპირატესობას მიანიჭებდა ფართო ეროვნული ერთობის მთავრობის დაუყოვნებლივ შექმნას. 23%-მა უპირატესობა მიანიჭა ვიწრო მემარჯვენე კოალიციას ულტრაორთოდოქსულ პარტიებთან ერთად, ხოლო 27%-ს სურს ვიწრო ცენტრისტულ მემარცხენე კოალიცია, რომელსაც არაბული ისლამისტური რამ პარტია დაუჭერს მხარს. სავარაუდო ლიდერების საკითხზე, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერებს კითხეს, მიიღებდნენ თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს ფართო ეროვნული ერთობის მთავრობის ხელმძღვანელად, 83%-მა თქვა არა, ხოლო მხოლოდ 14%-მა განაცხადა, რომ მიიღებდა მას. რადგან ფართო მთავრობის ფორმირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ლიდერი. 3% გაურკვეველი იყო. ხოლო, როდესაც კოალიციის მხარდამჭერებს კითხეს, მიიღებდნენ თუ არა გადი აიზენკოტს ერთობის მთავრობის ხელმძღვანელად, 70%-მა უარყო ეს იდეა, ხოლო 22%-მა განაცხადა, რომ ეროვნული ერთობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხარს დაუჭერდა. 8%-მა თქვა, რომ არ იცოდა. მოდით გავარკვიოთ, ვინ იცის. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ ბერი კლავს სტუდიაშია და ჩვენს პანელს უერთდება უფროსი კორესპონდენტი ოუენ ალტმანი. ეს იქნება პირველი არჩევნები ისრაელში 7 ოქტომბრის შემდეგ. ვენ, რას ფიქრობ ამ გამოკითხვაზე? რა დასკვნები გამოიტანე? მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ბენიტა, შეიძლება არჩევნების შემდეგ თავრობის ფორმირება რთული იყოს, რადგან შეიძლება იგივე სიტუაცია მივიღოთ, რაც 2019 და 2020 წლებში გქონდა. ჩვენ, ვინც აქ ვართ, იმ წლები კარგად გვახსოვს. კარგად გვახსოვს. არჩევნების შემდეგ ისევ და ისევ, რადგან მათემატიკა არ გამოდიოდა ისევ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც სულ მცირე ისრაელის პარლამენტში 61 ხმა წინააღმდეგ არ ექნებოდა. აი ეს არის აქ არსებული ფონიც. რადგან შესაძლებელია, რომ არც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიციას და არც მის წინააღმდეგ გაერთიანებულ ცენტრისტულ მემარცხენე და ნაწილობრივ მემარჯვენე კოალიციას არ ჰქონდეთ უმრავლესობა. რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო, ბუნებრივია, მიიღწია იმ რიცხვისთვის 61-ისთვის. და შესაბამისად საჭირო გახდებოდა სხვა ვარიანტების განხილვა. იქნება ეს ეროვნული ერთობის მთავრობა, როგორც აღწერილი იყო იმ გამოკითხვაში, ან მთავრობა, რომელიც ცენტრისტულ მემარცხენე შემთხვევაში ერთგვარად მაინც ეკრდნობა ზოგიერთი ან ყველა არაბული პარტიის მხარდაჭერას. და გადი აიზენკოტმა, რომელიც ახლა ხან ვიხილეთ ამ რეპორტაჟში, განაცხადა დილის ინტერვიუში. და დილის ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის, განსხვავებით თავისი ბანაკის ზოგიერთი წევრისგან, მზად იქნებოდა ისეთი მთავრობის შექმნისთვის, რომელიც არაბი ქნესეთის წევრების თავშეკავების ხარჯზე დაკომპლექტდებოდა. რაც ნიშნავს, რომ ქნესეთის წევრები თაქტობრივად არ მისცემდნენ ხმას მთავრობის სასარგებლოდ. ისინი თავს შეიკავებდნენ, მაგრამ მემარჯვენეების თვალში ეს მაინც მიუღებლად ითვლება, რადგან მათი აზრით, მთავრობა არ უნდა იყოს დამოკიდებული არაბული პარტიების მხარდაჭერაზე, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, როგორც თავად ამტკიცებდნენ. როგორც არ უნდა იყოს ჩვენ რთული პერიოდი გველის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ესეთია საარჩევნო მათემატიკა ისრაელში. მაგრამ წინ კიდევ 4 თვეა კამპანიისთვის, ასე რომ ბევრ ამას გავიგებთ.
დან პერი, თქვენი აზრი ამ საკითხზე და იმაზე, რას თავაზობს ახლა დადი აიზენკოტი. გადი აიზენკოტი ძალიან სიმპათიური ფიგურა. ის ადრე სამხედრო ძალების ხელმძღვანელი იყო. ისრაელელებს ეს მოსწონთ, მანამ სანამ ისინი პოლიტიკაში არ შევლენ და შემდეგ მათი კარგი საქმეები ავიწყდებათ. მაგრამ ის ნეთანიაჰუს ანტითეზას ასხივებს. ის ასხივებს მიზანმიმართულობას, ძალიან ღრმა ღირსებას და თავაზიანობის ერთგვარ ვერსიას. ის არ არის ისეთი ეფექტური მომხსენებელი, როგორიც ნეთანიაჰუა და ეს ნეთანიაჰუს კარიერაში დაეხმარა. მაგრამ ეხლა მეშინია, რომ ნეთანიაჰუს რიტორიკული უნარები უფრო ინტრიგებსა და მანქანაციებს უკავშირდება ვიდრე სხვა რამეს და შეიძლება ისრაელები ეძებენ ვინმეს, ვინც ძალიან რეალისტურია. აიზენკოტმანს დაკარგა შვილი ომში და როგორც ცნობილია, მან არ მისცა ამ ტრაგედიას გავლენა მოეხდინა მის პოზიციაზე, როცა ის კაბინეტში იყო ოქტომბრის 7-ის შემდეგ პირველ თვეებში. ამიტომ ის მარცხენა ფლანგის წამყვან კანდიდატად ჩამოყალიბდა. ძალიან საინტერესოა, რომ ის უარს ამბობს ნეთანიაჰუს თამაშში ჩართვაზე, რომელიც არაბულ პარტიებს დისკვალიფიკაციას უწევს. უნდა ვთქვა, რომ ეს დისკვალიფიკაცია შესაძლოა მართლაც საჭირო იყოს. მას შემდეგ, რაც ისრაელი ფაქტობრივად ორპარტიულ სისტემაზე გადავიდა, ან ორ ბანაკად გაიყო, ეს იყო მემარჯვენე რელიგიური ჰარედიმები და ლიკუდი ცენტრის მარცხენასა და არაბების წინააღმდეგ, ყოველთვის ასე იყო. ყველა გამოკითხვაში ამ ორ ბლოკს ხედავდით. ნეთანიაჰუს შედარებით, ნეთანიაჰუ ძალიან ჭკვიანია. მან, 7 ოქტომბრამდე დაიწყეს არაბული პარტიების დელეგიტიმაცია, რადგან ისინი სიონისტები არ არიან, მაგრამ იცით რა? ჰარედიმებიც არ არიან სიონისტები. ჰერდიმემაც იგივე გააკეთეს. მოგიყვებით, რეალური გამოკითხვები რას უნდა აკვირდებოდეს და აი 24-ის გამოკითხვაც უნდა უყურებდეს ამ ორ ბლოკს. და ამ ორ ბლოკს თითქმის ყველა გამოკითხვაში მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ დაიწყო თავისი მცდელობა, ის მცდელობა, რომ ისრაელი არჩეულ ავტოკრატიად ექცია არჩევნების შემდეგვე, უჩვენებს დაახლოებით 70 მანდატს ოპოზიციისთვის და 50-ს კოალიციისთვის. ეს 20 მანდატიანი, 18%-იანი სხვაობა ისტორიულად უპრეცედენტოა 1977 წლის შემდეგ. გამორჩეულია, ასე რომ ნეთანიაჰუს ჩემი აზრით ემუქრება ალბათობა, რომ მას სავარაუდოდ უმრავლესობა არ ექნება. ის შეეცდება, რომ ცენტრისტულ მემარცხენე ოპოზიციის ლეგიტიმურობა ნებისმიერი გზით დააკნინოს, თუ ის არაბულ პარტიებზე იქნება დამყარებული. უნდა შევახსენო ყველა მაყურებელს, რომ არავინ დაობს იმაზე, რომ 1982 წლის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება რთული იყო. მაშინ 61 მანდატი ჰქონდათ. ამ 61 მანდატში არაბული პარტიებიც შედიოდნენ, ნული პარტიებიც შედიოდნენ. იმისთვის, რომ უფრო დიდი მთავრობა შეექმნა, მან შემდეგ შასი და კიდევ რამდენიმე პარტია დაიმატა. მაგრამ ის, რაც მას გამარჯვებას მოუტანა, იყო 61 მანდატი, რომელშიც არაბული პარტიაც შედიოდა. აიზენკოტს ფიქრობ, თუ დღევანდელი გამოკითხვები სწორია და არაფერი შეიცვლება, ალბათ 70 მანდატი ექნება. ეხლა ნატალი ბენეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ადრეც აღნიშნავდა, რომ რვაფეხას თავი, ანუ თეირანის რეჟიმი კვლავ დგას და აშკარად მიუთითებს ბოლო თვეებში უსაფრთხოების ჩავარდნებზე. რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, როდესაც საქმე არჩევნებში ხმის მიცემას ეხება. მინდა ორივესგან მივიღო პასუხი. დენ, შენით დავიწყებ. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ ეხლა უსაფრთხოება ასევე უკავშირდება იმ გაბრაზებას, რომელიც ჰარედიმების მიმართ არსებობს, რადგან ისინი არმიაში გაწვევაზეც კი არ ფიქრობენ. ასე რომ, ჰარედიმების საკითხი უსაფრთხოების თემასთან ერთიანდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ სხვათა შორის ხვალ აიზენკოტისგან არ გაიგებთ საუბარს დასავლეთ სანაპიროდან გასვლას. რადგან ისრაელები აცნობიერებენ, რომ იქ საფრთხეა. არსებობს ოქტომბრის 7-ის მსგავსი შემთხვევის განმეორების პოტენციალი. ამჯერად დასავლეთ სანაპიროდან. თუ ასეთი რამ მოხდება. მე ფიქრობ, რომ ცენტრისტულ მემარცხენე ძალები ზოგადად ძალიან ფრთხილად მოეკიდებიან. განაცხადების გაკეთებას, რომლებიც მიანიშნებს, რომ ისინი შემრიგებლურები იქნებიან ისრაელის მტრების მიმართ. და სინამდვილეში, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა ირანთან ომი, რაზეც ჩვენი კოლეგა ჯონათან რეგევი ცოტა ხნის წინ საუბრობდა, თუ მზად არიან ისრაელები მესამე რაუნდისთვის, მე ვფიქრობ, რომ ისინი მართლაც მზად არიან. და თქვენ ნახავთ ოპოზიციას, იქნება ისინი ჯერ კიდევ ოპოზიციაში, თუ უკვე მთავრობაში, ისინი მხარს უჭერენ ძალიან აქტიურ მიდგომას ირანის მიმართ. მაგრამ რეალურად სერიოზულ უსაფრთხოების საკითხებზე, როგორიცაა ირანის მიერ პროქსების მხარდაჭერის დასრულების და მათი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის აუცილებლობა, ისრაელში თითქმის სრული კონსენსუსია. ამიტომაც და სახიფათოა ეს საკითხი არქივში გადავდოთ ბენიტა. მე არ მჯერა, რომ უსაფრთხოების საკითხები იქნება ცენტრალური მთავარი საკითხები ამ არჩევნებში. ეს უკვე გითქვამს. გითხარი რატო? იმიტომ რომ მე არ ფიქრობ, რომ როგორც დანი ამბობდა, ეს ორ ბანაკს შორის განსხვავებას აჩვენებს. თუ ბოლო დროის ისრაელის პოლიტიკას შეხედავთ, საკითხები, რომლებიც ხალხს ამოძრავებს, ხალხს ენერგიას აძლევს, იქნება ეს პარლამენტში, კაფეს გარეთ, პარასკევს დილით, თუ თელ-ავივის ქუჩებში, შაბათ-სავამოს, ეს არ არის უსაფრთხოების საკითხები. ეს კულტურული საკითხები.
კითხვა იმაზე, მართავს თუ არა ისრაელს არჩეული ელიტა, რომელიც უბრალოდ ინსტიტუციონალიზებულია, როგორც ძველი მემარცხენე ბანაკის პრივილეგირებული მემკვიდრეობა. ან მეორე მხრივ, მეორე ბანაკის ნარატივი, რომ ისრაელის მემარჯვენეები ანგრევენ დემოკრატიას, სამოქალაქო სამსახურის, ინსტიტუტების და მათ მიერ საზოგადოებაში შესრულებული როლის განადგურებით, რათა საბოლოოდ ჩაიგდონ ისინი ხელში. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ამოძრავებს საზოგადოებას და ჩვენ ნახავთ მათ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის უსაფრთხოების ფორმითაც, მათ შორის 7 ოქტომბრის საკითხსაც, როცა დგება კითხვა, რომელი კომისია უნდა იძიებდეს 7 ოქტომბერს ზედაპირულ დონეზე. ეს უსაფრთხოების საკითხია. ზედაპირულ დონეზე ეს ეხება 7 ოქტომბერს, მაგრამ ბენიტა, ეს 7 ოქტომბრის საკითხი არ არის, ეს 6 ოქტომბრის საკითხია. ეს ეხება იმას, რომელი ელიტა უნდა მართავდეს ქვეყანას. როგორ ჩანს ეს? ეს გვაბრუნებს 2023 წელთან. ერთი გზით თუ მეორეთი, ეს იქნება არჩევნების მთავარი საკითხი დიდი ვარსკვლავით, ულტრამართლნადიდებელი იეშივის სტუდენტების გაწვევის საკითხი. რაც დააყენებს, ნება მომეცი ეს აზრი განვარცხო. დიახ, ეს კულტურული საკითხია, ეხება იმას, ელიტები უნდა მართავდნენ თუ ავტოკრატია უნდა იყოს. ან უმრავლესობის დიქტატურა თუ უმცირესობის დიქტატურა. ეს საკითხია. მაგრამ მე მეპარება ეჭვი, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამას თავარ თემად აქცევს, რადგან ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი მცდელობა ქვეყანა პუტინის სტილში გადაექცია არგუმენტით, თითქოს ეს ელიტები არიან, რომლებიც არ აძლევენ ამის გაკეთების საშუალებას, უკიდურესად არაპოპულარული იყო, უკიდურესად არაპოპულარული. და სწორედ აქედან დაიწყო მისი რეიტინგის ვარდნა, მაგრამ ეს მაინც გავლენას მოახდენს. ეს ასევე შეეხება ხარედინებს, რადგან ნეთანიაჰუ ამჟამად მჭიდროდ არის დაკავშირებული ხებული ხარედინებთან, რაც აიძულებს მას ახლა წამოიწყოს არმაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივები. ეს თითქოს შახმატია ხარედინების მხრიდან. ისინი იღებენ ძალიან არაპოპულარულ კანონებს. არ იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც მათ აზიანებს. ეს პოლიტიკურ თვითმკვლელობას გავს, მაგრამ ეს ზეციდან მოვლენილი მანაა ოპოზიციისთვის, რომელიც შეძლებს უთხრას ისრაელის ხალხს. ნახეთ, ეს ადამიანები ცდილობენ ყველა მხრივ იურიდიულად და ფინანსურად გაათანაბრონ იეშივას სტუდენტი, რომელიც უარს ამბობს ჯარში წასვლაზე, მფრინავებთან, ტანკის მეთაურებთან და რეზერვისტები, რომლებიც 400 დღე ოჯახებისგან შორს არის. მაგრამ სხვათა შორის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წამოიწევა, არის კომპეტენცია. ის მთავრობის რეაქცია 7 ოქტომბრის მოვლენებზე ასახავდა იმას, რაც ხდება, როცა ასეთი ღრმა კორუფცია და კლანურობა, როგორც ისრაელის ამჟამინდელ მთავრობაშია. არაფერი მუშაობთ. და მას შემდეგ ომის მიმდინარეობისას სამხედროებმა იმუშავეს, მაგრამ სტრატეგიის მხარე არ მუშაობდა. ის არის მოსახლეობამ ეს შენიშნა. ეს კულტურული ომის საკითხის ერთ-ერთი ვერსია. და სწორედ ამას გულისხმობ. ამაში აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს 7 ოქტომბერსაც ეხება, მაგრამ ეს კულტურული საკითხის ერთ-ერთი ვერსია. სწორედ ამიტომ უფრო ღრმა დონეზე ეს არ არის მხოლოდ 7 ოქტომბრის საკითხი. ეს არის 7 ოქტომბრის საკითხი, რაც ნამდვილად ცნობილია, არჩევნები ძალიან მძაფრი ბრძოლით და უკიდურესად ტოქსიკური იქნება. და ისრაელის საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს რეალური შიში, რომ მთავრობა არჩევნებში თაღლითობას მიმართავს. უნდა გავაფრთხილო ყველა, რომ ამის შესახებ ბრალდებებს მაინც ელოდო, თუნდაც ეს რეალობაში არ მოხდეს. ეს ნამდვილად წინს საინტერესო რამდენიმე თვე გველის. ეჯუგარეშია, ეს საუბარიც გაგრძელდება. Demperi 1 Altmani, მადლობას გიხდით სტუდიაში ყოფნისთვის. დიდი მადლობა, გმადლობთ. ლობთ.